შეყვარებულობაზე, ანუ დოფამინზე აგებულ ურთიერთობაში არსებობს 5 კლასიკური ეტაპი, საიდანაც დოფამინის პიკურ დოზას იღებ. პირველ ყველაზე მკვეთრ პიკურ ემოციურ დოზას ჯერ კიდევ ურთიერთობის დაწყებამდე იღებ, როდესაც ქალი ბარიერებს კიდევს, სადაც ის წარმოდგენა გექნება, რომ გადალახავ თუ არა შენც არ იცი. ანუ როდესაც ქალი პირდაპირ უარს გეუბნება, ან გინამიოკებს. ამ მომენტში შენი ტვინი ავტომატიზირებულ რეჟიმში სიტუაციას აღიქვამს ისე, რომ ამ ბარიერის იქეთ რაღაც უნიკალური ჯილდო იმალება. შესაბამისად, ამ კონკრეტული ქალისგან თუ მიიღებ კის, ესე იგი მიიღებ სოლიდური რაოდენობით წამახალისებელ დოფამინს. მეორე დოფამინის პიკი არის ურთიერთობის დასაწყისი. პირველი 6 თვე, ზოგჯერ მეტიც. ეს არის ურთიერთობის ის პერიოდი, სადაც თქვენ ერთმანეთით ტკბებით და თავისთავად შენ როგორც მორიგი შტერი იჯერებ იმას, რომ ეგ სამუდამოდ მასე იქნება. მესამე დოფამინის პიკი არის მაშინ, როდესაც ის შენ ჯერ უარს გეუბნებოდა რაღაცაზე, შემდეგ კი გარკვეული შენი ძალისხმევის შედეგად გთანხმდება. შენ ყურებამდე ღიმილით გიხარია ამ დროს. მე ეს შევძელიო. მაგალითად, ცოლობას თუ სწხოვდი და აქეთ ამუხრუჭებდა და ბოლოს როგორც იქნა დაგთანხმდა. მეოთხე დოფამინის პიკი არის უკვე, როდესაც ქალი შენგან დისტანცირდება, გეკონფლიქტება, პრეტენზიების გამოთქმას იწყებს და შენ ქვეცნობიერად ხვდები, რომ არსებობს იმის რისკი, რომ მაგ დოფამინზე თვდომა დაკარგო. ამიტომ პანიკა გეწყება და სულ უფრო და უფრო ეჭიდები მაგ ურთიერთობას. ეს არის გარდამტეხი მომენტი. უმეტეს შემთხვევაში აქ ხდება ხოლმე დომინირების სრული ინვერსია. ამ მომენტში კარგავს მამაკაცი სრულ ძალაუფლებას, ხოლო მეხუთე და ბოლო პიკი არის დოფამინის მოდინების გათიშვა. ეგ არის აი ის ტკივილითა და სხვადასხვა ტიპის უარყოფითი განცდებით სავსე დაშორება, როდესაც შენ დოფამინის წყარო წაგართვეს. ამ დროს სერიოზული ლომკა გეწყება, რომელსაც თავისთავად ძალიან დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონებიც ახლავს თან. და კი, სულ ეს არის მაგ თქვენი შეყვარებულობის წინასწარ გაწერილი სცენარი.